თუ სიბრაზემ გაგაბოროტა, ეს ძალიან ცუდია. მაგის ზღვარზე იყავი? კი. სიბრაზემ ჭამდა და ანადგურებდა ჩემში სასიცოცხლო ენერგიებს. ეს ეკა კვესიტაძეა, ჟურნალისტი, YouTube არხ მისმინეს იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი. ჩემი მიზანია ტელევიზიის გაკეთება საბოლოო ჯამში. აღარ შემიძლია იმედგაცრუებები, აღარ შემიძლია, ანუ ემოციების ესეთი ჭარბი რაოდენობით ჩემში არსებობა აღარ შემიძლია. ამიტომ მგონია რომ ამასთან ყველაზე კაი გამკლავების მეთოდი არის შრომა, აი რა შეგიძლია ის აკეთე იმაზე მეტი რაც გეგონა რომ შეგეძლო. რამდენიმე დღის წინ მისმინე 1 წლის გახდა. წავედი იმ სივრცეში, სადაც მე მქონდა გადაწყვეტილების მიღების საშუალება და სადაც გავაკეთებდი იმას, რასაც ტელევიზიაში ვოცნებობდი. მე გადავეჩვი ამ კატეგორიებით აზროვნებას. აი ხა მისი მეტი მაგ ეს მოხდება. ჩავხარე თავი და მუშაობ იქ, სადაც ჩემ მუშაობას მოაქვს რაღაცა სარგებელი. ამ ინტერვიუში ჩვენ ვლაპარაკობთ როგორც მედიაზე ზეწოლის პირობებში შექმნილ ამ ახალ პლატფორმაზე, ასევე იმაზე, რა გამოწვევები ჰქონდა თანამედროვე ქართულ მედიას ბოლო 10 წლეულებში. ჩემ თვალწინ განვითარდა ამ ქვეყნის აღზევება და დაცემა. რეალურად კრიზისში შეგიძლია აღმოაჩინო შენი შესაძლებლობები და ერმაც ესე როგორც ადამიანმა კრიზისში შეიძლება აღმოაჩინო შენი თავი უკეთესად და კრიზისიდან გამოხვიდე ბევრად უფრო ძლიერი იდენტობით.